დღეს ხო ყველა ვიცით, სადაც ვიმყოფებით, ეს არის ერთ-ერთი ელექტროენერგიის გამომუშავებელი სადგური და ჩვენი მასპინძელი დღეს არის ბატონი ნუკრი კოდუა, ტექნიკური მხარის მენეჯერი. ნუკრი მენეჯერ წარმოგიდგინო, ჩვენი სტუდენტები კოლეჯი ლაკადიდან მესამე დონის ელექტროობის 140 ჯგუფის სტუდენტები ვიმყოფებით სასწავლო ექსკურსიით დღეს აქ და ძალიან მე მგონი მოგწონთ საქაურობა და მეტი გვინდა გავიგოთ. მოგესალმებით ყველას. ძალიან სასიამოვნოა თქვენი სტუმრობა ჰიდროელექტროსადგურ ხობი 2-ში. ახალი გახსნილი, ძალიან თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი ჰიდროელექტროსადგური არის ეს. შესაბამისად, როდესაც მსმენელები კოლეჯის დაინტერესდებიან და მოდიან ესეთ ობიექტზე, სადაც გაეცნობიან ადგილზე საქმის წარმოებას, პროცესს უშუალოდ ძალიან დიდი მნიშვნელობისა არის. კონკრეტულად რაც შეეხება ტექნიკური მიმართულებით, ჰიდროელექტროსადგური შედგება წყალმიმღებისაგან, გვირაბისგან და სადაწნევო მილისგან, რომელსაც მიერთებული არის 2 პელტონის ტიპის ტურბინა. თითოს ჯამი, თითო დადგმული სიმძლავრე გახლავთ 22.8 მეგავატი აქტიური სიმძლავრე. ჯამში 45.6 დადგმული სიმძლავრე აქტიური სიმძლავრით. ძალიან სუფთა ელექტროენერგიას, ასე ვთქვათ, გამოიმუშავებს ჰიდროელექტროსადგური ხობი 2 ჰესი. ხობი 2 ჰესი კონკრეტულად იმიტომ ქვია, რომ აქ არის საუბარი მეორე კასკადზეც, უახლოეს მომავალში იგეგმება და არის ამაზე მემორანდუმი გაფორმებულიც, შემდგომში რომ ხობი 1-ის მეორე კასკადიც აშენდეს. კონკრეტულად ჩვენ ახლა ჩვენს ასე ვთქვათ ზურს უკან ხედავთ ხობი 2 ჰესის საგენერატორო შენობას, სადაც არის 2 გენერატორი დამონტაჟებული, განთავსებული და საიდანაც ხდება ელექტროენერგიის წარმოება. აქ ჩვენს თვალწინ კიდევ ხედავთ 220 კილოვოლტის ქვესადგურს. თავისი ტრანსფორმატორებით, როგორც ძალოვანი, მზომი ტრანსფორმატორები და 220-ის ელექტროგადამცემი ხაზი, რომელიც უკავშირდება საქართველოს ელექტროსისტემის 500 კილოვოლტიანი ქვესადგურის ჯვარი 500-ის 220-ის მხარეს. ანუ აქ წარმოებული ელექტროენერგია გაედინება სისტემაში გადამცემი ხაზი ხობი ჰესის საშუალებით. ეს საკმაოდ ძალიან კარგი პროექტი არის ამ კუთხით, რომ თუ კი ხეობა განვითარდება, ამ ხაზს აქვს შესაძლებლობა უფრო მეტი სიმძლავრის გატარების. ხოლო რაც შეეხება ვიზუალურად აქედან რაც ჩანს, ეს არის სადაწნევო მილსადენი, რომელშიც ამ წუთას გაედინება წყალი დაახლოებით 8 კუბი წამში და რომელიც გვაძლევს შესაბამისად სულ ერთ გენერატორის ტვირთს. იქ დაგროვილია ნუკრი წყალი თუ წყალმიმღებზე არის საუბარი მცირე რაოდენობის წყლის როგორც დაგროვება, მაგრამ არა ის რაოდენობა, რომ რაღაც პერიოდი ამუშაოს ჰესი. ხო. იქ არის სუფთად ფარებზე, კი, ეს ჰესი მუშაობს მოდინებაზე. ფარების როგორც წყალმიმღები, წყალგამრეცხი პრინციპით არის მოწყობილი. ფარები გაიღება გარკვეული პერიოდში და უნდა გაირეცხოს წყალმიმღები. ამიზნით და ასევე როგორც სალიქარი. კი ბატონო. სხვა კუთხით იქ რაღაც დიდი რაოდენობის როგორც საქართველოში ერთ-ერთი გიგანტი ჰიდროელექტროსადგური გვაქვს და წყალმიმღები ენგურზე მსგავსი ტიპის ეს არ არის, ძალიან მცირე ტიპის არის და დღევანდელი მდგომარეობით საქართველოში არსებულ სიმძლავრეებიდან გამომდინარე საშუალო ტიპის ჰესს მიეკუთვნება. კასლში ვიყავით ჩვენ და ზუსტად იმ მოწყობის ახლა რასაც შენ ამბობ, იქაც საინტერესო იყო ძალიან, იმიტომ რომ მცირეა, მაგრამ თან ეკოლოგიურადაც უფრო მისაღებია, რომ მსგავსი ტიპის სადგურები დიდ დატბორებას ნამდვილად არ არის, აქ არ საჭიროებს საერთოდ. ჩვენ შეგვიძლია მარკეტაც ავიდეთ, უბრალოდ გზა არის ცოტა, ასე ვთქვათ. და მეორე ჰესი საით შენდება, ზემოთ თუ ზემოთა ხეობაში, ხო? ხობის წყალზე არის, რაც თავარია ეს ჰიდროელექტროსადგური სახელით შესაბამისად შეირჩა, რომ ხობი ჰესია, კი, ხობის წყალზე არის, ეს ხობის წყლით მუშავდება, ასე ვთქვათ, და გამომუშავებული წყალი ისევ ხეობაში ჩადის. კი ბატონო, ისევ მდინარეში ბრუნდება. ძალიან მნიშვნელოვანია ეკოლოგიის მიმართულებით, რომ უბრალოდ წყალი ხდება პრინციპი სტუდენტებმაც და მსმენელებმაც ყველა გარკვეულწილად გეცოდინებათ.
მესამე დონესაც უკვე ასე ვთქვათ რაღაც დოზით აქვს ინფორმაცია რომ რა ხდება რეალურად. ანუ წყლის მექანიკური ენერგიით ხდება ტურბინის დატრიალება. ეს არის მანქანა, ელექტრომანქანა, სადაც წყლის ენერგია გარდაექმნება ელექტროენერგიად. კი, რა თქმა უნდა იციან. შესაბამისად, ელექტროენერგია სუფთა მიეწოდება საქართველოს ელექტროსისტემას და შესაბამისად უკვე მთლიან სისტემას. ეხლა ერთ რაღაცას მინდა ხაზი გავუსვა სტუდენტების საყურადღებო ძირითადად წყალი ჩამოიდნენ, რატომ არის საჭირო და აუცილებელი ის რომ პრაქტიკულად ნახოთ როგორ ხდება ელექტროენერგიის მიღება და მით უმეტეს ჩვენ ვცხოვრობთ ჰიდროელექტროსადგურების გარემოცვაში და არ შეიძლება რომ ეს თვალნათლივ არ ნახოთ. წყალი ჩამოედინება, გენერატორი მუშაობს, რომელსაც ცოტა გვიან ნახავთ. ხო, ტურბინაზე როგორ როგორ ატრი ტურბინა გენერატორს, როგორ ეს თეორიის დონეზე ხო ვიცოდით, მაგრამ დღეს ამას ფიზიკურად ნახავთ და მე მოდის აი აქ ამ პატრა ქვესადგურში, ხო? თუმცა პატარა რა 220 კილოვოლტი, სადაც ამაღლდება ეს 220 კილოვოლტამდე. სიმძლავრე გაედინება ამ ქვესადგურიდან. დიახ, ხო. მიღებული ენერგია, რა თქმა უნდა, ჩვენ ვიცით რომ უნდა ამაღლდეს, იმიტომ რომ რაც შეიძლება შორს წავა და ხო, საერთოდ ქსელში ეკრება მერე. და ამიტომ არის ძალიან მნიშვნელოვანი და ალბათ ბოროსკენ თავიანთ ასაც გამოთქვავენ, რა მიიღეს და რა კითხვებიც გექნებათ. მე ზოგადი მიმოხილვა გავაკეთე ამ მომენტისთვის და ტექნიკურად ეხა შიგნით ნახავთ უშუალოდ ტურბინა, გენერატორს, ტურბინას მონიტორზე განახებთ თორე ფიზიკურად, მაგას ისე ვერ ნახავთ. და სულ ამდენკაცი აქვს დასაქმებული. 40 ადამიანამდე ვარ. 40. და ხო. და თქვენ ეხა თქვენი პოზიციები რომ მითხათ? უსაფრთხოების თანამშრომლები, აქ უსაფრთხოებას ანუ თანამშრომლებთან იცავთ რომ ყველაფერი იყოს, ჰიგიენა რაღაცა კიდე ცალკე თემა იქნება. ზომები, ხო. გადაადგილება, ნუ რაღაც სამუშაო პროცესებში ვერთვებით, როგორ მუშაობენ? უსაფრთხოდ იყვნენ ჩვენი. დიახ, ძალიან საინტერესოა. ახლა დასაქმდით და ამიმართულებით თუ წინარე ცოდნაც ჰქონდათ ან წინარე გამოცდილებაც? სადერივაციო გვირაბი როცა გაჩნდა იმ პერიოდიდან ფაქტიურად ეს იყო 2021 წელი. მოდინება როგორია ერთი მოდინება? აი სეზონურია? სულ სიმძლავრეზე 21 კუბს გამოვიყენებ ჩვენ მეტკუბი. თვითონ ბუნებრივ მოდინებაზე ვიძახი რომ აი ყოველთვის ერთნაირად არის თუ რაღაც პრობლემებია ხოლმე. არა, ეხა როგორ არის, როგორც ყველა მდინარეს შესაბამისად სულ 12 თვეზე ერთ და იგივე მოდინება არც მდინარეს არა აქვს, მაგრამ პირველი წელი არის ჩვენ რაც აჰა, ეს მნიშვნელოვანია. კი. შარშან მაისის ბოლოდან გავუშვით პირველი ტურბინა, მანამდე ვერ მოესწრო, ანუ რაღაც რიგი მიზეზებიდან გამომდინარე ჰესის გაშვება ექსპლუატაციაში. შესაბამისად პირველი წელიწადია ჩვენს პირველი წყალუხობა გვაქვს. აქედან გამომდინარე ეს მონაცემები წელს თქვენთვის უთოვია. საკმაოდ დიდი ნალექი ჩამოვიდა და ეს ძალიან კარგი არის რა. და ერთი განსაკუთრებული პირობა რაც შევამჩნიეთ და რასაც ვნახულობთ არის რომ ეხლა რო წარმოვიდგინოთ მდინარის წყალი რასაც ჩვენ ვიყენებთ, აი ხელმარცხნივ ჰესის შენობას, ასე ვთქვათ, ეს მხარე არის იმ მოშორებული წყლის ნაკადით, რასაც ჩვენ ვიყენებთ და თითქმის არ ემჩნევა, იმდენი შენაკადი აქვს ხეობას. ჩვენ შევამჩნიეთ სხვათა შორის. განსაკუთრებით ღუნჯი არის ერთ-ერთი ძალიან მაგარი, საკმაოდ დიდი. არის კიდე იქ რამოდენიმე შენაკადი, საიდანაც ივსება მდინარე და თითქმის ის რომ რაღაცა კალაპოტი შევცვალეთ და მართლა ის სულად რაღაც განსხვავებული გახდა ხეობა, ეგრე არ არის. და ამას შევამჩნევთ მარტივად, როგორც კი სათავეში. ჩვენც რომ მოვდიოდით, თქვით რომ წყალუხვია რა, ხობის წყალში კარგად არის დონე, არ ეტყობოდა რომ რაღაცნაირად შესავლელია, აი ეს არის. ხო. კი ბატონო. ჩვენ გვეიმედებით ბატონო ნუკრი თქვენ როგორც ლექტორ ჩვენი კოლეჯისას და არ ვიტყვი ყოფილს, იმიტომ რომ გვინდა ისევ დაბრუნდეთ, მოიცალოთ ამისთვის, რომ თეორიულ ცოდნასთან ერთად მე პრაქტიკულის მიცეთ, იმედი გვაქვს, რომ შესაბამისად დაინტერესებული სტუდენტები დაგხვდებათ და გვეიმედებით, იმიტომ რომ ვიცით, რომ დაინტერესებული ახალგაზრდები ხართ. ხო არის ქალბატონებო ასე? საიმედო ხელშია თქვენი ეს ობიექტი. მეგონიაც მუშაობს მან ჩემი მოგვარე. საინტერესოდ ხსნის, აი რაღაცა. ხო. ბიჭებს იმდენად საინტერესოდ უხსნის, რომ ესე იგი ერთ დღეს ვიფიქრე, მოდი ოპერატორობაზე ხო არ ვიფიქრობ ხო? ნამდვილად მასეა და მე მიხარია ახალგაზრდები რომ მოდიან ამ სისტემაში. ეს არის განახლებადი სისტემა, სულ იქნება, კიდე გაძლიერდება, კიდე გამრავლდება და
წარმატებებს გესურვებთ. უფრო დიდ ჰესებში. ასევე მე უსურვებ კოლეჯს, მეტ კარგად დაინტერესებულ მსმენელს, რომელიც მეტ ცოდნას აიღებს იმისთვის, რომ მსგავს ობიექტებში ხვალ თუ ზეგ შემდეგი პერსპექტივა ეს დასაქმების პერსპექტივით ისწავლონ. ძალიან დიდი მნიშვნელობის არის ზოგადად ქართული ენერგეტიკა. და საკმაოდ როგორ აი გული შემტკივა რომ ხვალ და ზეგ თუ ვინმე მეტად დაინტერესდება და მეტი ქართველი ენერგეტიკოსი შედგება ამაზე ზურფასი არ ვიცი რა შეიძლება იყოს. ეხლა ერთი რაღაც ძალიან მნიშვნელოვანი რამეს მინდა ყურადღება მიაქცია. ეს ორი ახალგაზრდა მუშაობს საბერიოში, გადმოვიდნენ საზღვარს, გადმოდიან, რომ პრაქტიკული ცოდნა აქვთ, მაგრამ მიიღონ თეორიული ცოდნას და ემსახურებიან, როგორც თქვენ თქვით, საქართველოში კი არა უდიდეს ჰეს ენგურგე ხო კი ბატონო ენგურგეს ემსახურებიან თავიანთ დასახლებაში ასე რომ ვთქვათ ქართულ ფესვებს არ ტოვებენ ჯერ ერთი აი აქ პატრიოტიზმის მიმართულებითაც და აქედან დიპლომიანების სწავლულები კიდე უფრო გაძლიერდებიან იქ და ძალიან მაინტერესებს მე თქვენი აზრი იქაური რა ხდება იქ და მე რასაც ნახავთ შევაჯამოთ ხო და კარგია რომ ხარ და მე მინდა რომ ძალიან ბევრი ახალგაზრდა გადმოვიდეს გალიდან ზოგადად აფხაზეთის კუთხიდან ხო რა თქმა უნდა ჩვენი ტერიტორიიდან ხო და აი ასე რომ ყველა სვანეთიდან ყავს წარმომადგენელი მოგა ჩვენ ვარ ძალიან ინტეგრირებული ასე იგი მრავალი კუთხიდან და ყავს მუხურელი ალბათ იცნობთ ხო ხო სხურეზე დასაქმებული და ეს არის სრულიად ახალგაზრდა კაცი რომელსაც სკოლასთან ერთად შეუთავსა კოლეჯი და მომავალში მათი ხელით უნდა გაკეთდეს ის ამბები რასაც ბატონი ნუკრი ამბობს რომ სხვა რა ჩვენ იმისთვის ვართ რომ გადავცეთ ცოდნა და მე თვითონ გამოიყენონ და ქვეყანასაც გამოადგენ რა თქმა უნდა შოვანი არის ეს. კი ბატონო. ხوار შევიდეთ შიგნით ასე. კი, შეგვიძლია ერთი სამახსოვრო ფოტო ასე ვთქვა. ხო, სამახსოვრო ფოტო. იმანქანეთ რამდენი ადამიანი მუშაობს? სამი. საოპერატოროში ჩავალთ ეხა და განახევთ იქიდან. მართლა როგორ არის? მუშაობის მსვლელობის დროს გამოსაგენებელი. დიახ. სად რომელი გამოიყენება კი ვიცით ეხა. 220-ის გადასტანი დამიწება არის. ამას 220-ის სტაციონარული გადასტანი დამიწება. არის ასევე და 220-ის ხარეს აქვს როგორც სტაციონარული ასევე გადასტანი და ეს არის ზუსტად გადასტანი რომ ვიზუალურად მოახდინოთ კი 220-ის კილოვოლტი არის ქვესადგურის მაღალი მხარე ზაბვის მაღალი მხარე ასევე გვაქვს 10 კილოვოლტის მხარე აი ეს დაბალი მხარე 10.5 არის ჩვენთან საგენერატორო ზაბვა და მანდიგის დამიწებაც შეგვიძლია ყველაზე ოქროს წესი თავარი არის რა გამორთე შეამოწმე ზაბვის არ არსებობდა და დაადე დამიწება. ეს არის ისეთი პრინციპი, რომელიც ყოველდღიურობაში უნდა იცოდეთ ყველამ ძალიან ანუ გულდასვით რომ არ დაუშვათ შეცდომა. ჩვენ ეხლა ვიმყოფებით ხობი 2 ჰესის მართვის ფარში. საიდანაც ხდება ხობი ჰესის მართვა, კონკრეტულად ორივე გენერატორის მართვა. დანერგილი არის თანამედროვე SCADA სისტემა, რომლის საშუალებითაც ყველაფერი არის ავტომატიზირებული. სრული ავტომატიზირებული მართვა არის. ჩვენი ოპერატორები, ცვლის უფროსის ხელმძღვანელობით უწევენ ზუსტად სწორ ექსპლუატაციას, სწორ ოპერირებას. ნებისმიერი ჩვენი, ანუ ზოგადად ელექტრულ მანქანას ჭირდება თავისი პარამეტრების დაცვა. ის თავის ასე ვთქვათ, ამ პარამეტრებს ინარჩუნებს მაგრამ ამასთან ერთად ჭირდება დათვალიერება, შეფასება მდგომარეობის. ამას წყინვალედ აკეთებენ საკმაოდ გამოცდილი ჩვენი ოპერატორი, რომელიც არის კასლეთი ჰესზეც არის ნამუშევარი, ხაძოზეც არის ნამუშევარი და საკმაოდ გამოცდილი წლის უფროსი ყავს. ოპერატორი ლევანი არის გადმოსული ჩხორჰესიდან. გამოცდილი ასე ვთქვათ, ასევე უფრო სწორედ და აი ესეთი მაქსიმალურად ვცდილობთ ერთმანეთთან ურთიერთობით, ერთმანეთთან ცოდნის გაზიარებით თანამედროვე ჰესი ვმართოთ. კონკრეტულად მონიტორზე ცალკე არის ერთი ის გენერატორი კი და ვიზუალურად შეგვიძლია ახლოს თუ მოიწევით განახოთ რა პარამეტრები რა და რა გვაქვს. ეს არის ეხლა ნომერი 2 გენერატორი. შესაბამისად აქტიური სიმძლავრეა გამოტანილი, რეაქტიული სიმძლავრე, ძაბვები. აქ არის საუბარი საგენერატორო ძაბვას, რა ძაბვასაც გენერატორი გამოიმუშავებს.
ეხა ხაზში გვანახე, ეხა გამომუშავება გვაქვს 23.4 მეგავატი გვიჭირავს სიზარო სოფტ აქტიური. ხო, კიდაც რახან გახსენია ეს. აი საინტერესოა. აი ეს არის რო წარმოვიდგინოთ ესე იგი სადაც ნუსადენი. გვირაბის ხარე არ ჩანს, მაგრამ აი ზუსტად აქ შემოედინება წყალი. და აი ეს არის პრინციპ სპირალური სახის კამერა. ეს არის საქშენი, ეგრეთ წოდებული როგორ არის ასე ვთქვათ, საქშენი ნოზელი, ასე ვთქვათ, რომლიდანაც ხდება გაღების შესაბამისად ტურბინაზე წყლის ჭავლის მოხვედრა. რა პროცენტულობითაც არის გაღებული, იმის შესაბამისად იღებს სიმძლავრეს გენერატორი. ჩვენ ვიცით, რომ გენერატორი რაც მეტი ტვირთი აქვს, ანუ ნომინალურ ტვირთზე მეტი დაძაბული არის და მჭირდება მექანიკური მბრუნი მომენტი მეტი. შესაბამისად გვირაბში სადაწნევოს არის სამუშაო წნევა არის ამ ეტაპზე 26.4, ისე გვირაბი არის 27 დონეთა სხვაობა არის 273 მეტრი, დონეთა სხვაობით იქნება დაწნევა. რა თქმა უნდა. შესაბამისად 27 ბარი არის ჩვენთან სამუშაო წნევა. ეს დანაყენი ცოტა დაბალზე გვაქვს 25-ზე სანამ არ ჩამოვა, შესაბამისად ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს გვირაბში წნევას. იმიტომ რომ თუ ოპერირების პროცესში შეცდომა დაუშვით და გვირაბს აირი შემოვატანიეთ, ეს დამანგრეველი პროცესი არის. ამიტომ ჩვენ სათავეზე გვყავს კიდე ორი ოპერატორი, რომელიც სისტემატურად გვაწვის ინფორმაციას, ასევე გვაქვს კამერები, რომლითაც ვნახულობთ სათავეს და წყლის მდგომარეობას. აქ ვამოწმებთ როგორც უკრინთვა გაგრილებას, ზედსადაცნეო სისტემაში რა ხდება, წნევა რამდენი გვაქვს, ტემპერატურა ზეთის რამდენია. ასევე ვამოწმებთ გაგრილების სისტემას, წყლის გაგრილებას, ტემპერატურას. ეს არის ელექტრული წყლი, გააცანი. რა მონაცემებიც აქ გვაქვს, ის გადმოგვაქვს ამ წყილში, რომ უშუალოდ ხო, რომ კონდეს მონაცემები საათობრივად რა როგორ იყო. ვიზუალურად შეგვიძლია დავინახოთ, რაც თვალსაჩინოება არის, მსგავსი რეზერვი, ასე ვთქვათ, კომპიუტერის არის touch panel-ი, საიდანაც მსგავსი ინფორმაციის გამოტანა შემიძლია. ეს არის მართვის კარადა, SCADA-ს მართვის კარადა. ეს არის საკომუნიკაციო კარადა, რომლითაც ამ კარადის საშუალებით, როგორც ანუ ოპტიკურ კაბელებს ხედავთ, ოპტიკური კაბელით ვართ დაკავშირებული ჯვარისქვე სადგურთან, შესაბამისად იქიდან ინფორმაციის არხი გვაქვს. აქედან ინფორმაცია როგორც ალფა ცენტრში მრიცხველების ძალიან მქამდეც მივალ ალფა ცენტრის მრიცხველებით ყოველი კილოვატი, რომელიც აღერიცხება, ეწოდება ცენტრალურ სისტემას და ამის შესახებ ინფორმაციას ფლობენ. ეს არის მართვის და დაცვის რელეები, საკმაოდ თანამედროვე, კონკრეტულად არის ჩვენთან ანდრიცი კომპანია, ავსტრიული კომპანია არის, საერთაშორისო კომპანია და ანდრიცის წარმოების რელეები გვაქვს. დაცვის ანდრიცის გენერატორი 1, ტრანსფორმატორი 1, გენერატორი 2, ტრანსფორმატორი 2. რაც შეეხება გვერდითა კარადას, ეს არის კონკრეტულად აგერ საწერია 220 კილოვოლტი ხაზის დაცვის რელეები გვაქვს, ხაზის დისტანციური, მაქსიმალური დენური დაცვა, დიფერენციალური დაცვა, ანუ საკმაოდ იმის თქმა მინდა რომ თანამედროვე ციფრული ტექნოლოგიებით არის აღჭურვილი და მაქსიმალურად არის დაცული მოკლე შერთვებისგან, დაზიანებისგან. ჩვენ ყველას გვესმის რომ ამხელა ხაზი 20 კილომეტრი, 21 კილომეტრი ხაზი შეიძლება რაღაც გადაფარვა მოხდეს ან ხო, რა თქმა უნდა ატმოსფერული ზემოქმედება და ბევრი, მაგრამ როდესაც მინიმალურ დროში ხდება მოკლე შერთვისზე კვების შეწყვეტა ნიშნავს ნაკლებ დაზიანებას. იმ დაზიანებას, რაც მექანიკურად ადგება ხაზს, იმის აღმოფხვრა შესაძლებელი არის, შეკეთება შესაძლებელი არის, მაგრამ იმან არ უნდა დაგიზიანოს მოწყობილობა, რომლიდანაც იკვებება ხაზი.
დასრულდა ჩვენი სასწავლო ექსკურსია კოლეჯ ლაკადას სტუდენტებთან ერთად ვიმყოფებოდით ხობი 2 ჰესზე, სადაც დახვდა ბატონი ნუკრი კოდუა, უნიჭიერესი ენერგეტიკოსი. ძალიან კვაყოფილები მოვდივართ მე და ჩემი სტუდენტები. ამ ულამაზეს კუთხეში ტურისტულ პოტენციალთან ერთად გაჩნდა ენერგეტიკული პოტენციალი, დასაქმებულები არიან ხალხი და კიდე დასაქმდებიან. უსურვებ წარმატებას, როგორც ამ კუთხეს, ასევე ჰესის წარმომადგენლებს და რა თქმა უნდა ჩვენ სტუდენტებს. ყველას წარმატებებს გისურვებთ.